მეფეები ამით იყვნენ დაკავებული, ანუ ცდილობდნენ რაღაც ვერცხლი გაესაღებინათ ან სპილენძი ოქროს ნაცვლად, ან ოქროსში გაესაღებინათ რაღაც ესეთი ნაკლების კონცენტრაციით ყოფილი იყო და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სულ ხდებოდა, ადამიანი ამას იმ დღესვე იგებდა, ანუ დაიღებდა, ამას ნახავდა, რომ იქ ნაკლები ოქროა, ან რაღაც ან სპილენძია და არ არის ოქრო და ამიტომ ასე ხალხის მოტყუება და ძარცვა იყო რთული. სულ აკეთებდნენ, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, მაგრამ პრინციპის დონეზე ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეხლა მეფე ცუდად მოიქცა, აგრე მე ოქროს მოვუტანე და მაგინ კიდე სპილენძის დამიბრუნდა და ყველაფერი გასაგები იყო, რომ გამძარცვა. ანუ ეს ძარცვის მეთოდი, ფულის გაფუჭება იყო ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტიანი, იმიტომ რომ ხალხი ხედავდა. და მაგრამ მე აი ადამიანებს რაღაც ეხლა არც გვაქვს იმიტომ რომ შევიდეთ, მაგრამ წამოვიდნენ რომ რაღაც მომენტში რაღაც რამდენიმე საუკუნის მუშაობა დაჭირდა პოლიტიკოსებს, რომ ხალხს აუხსნათ, მათ შორის ტექნოლოგიური პროგრესის დაეხმარა, რომ აი რა თქინდა ეს ოქრო ასე, ისე იყოს ეს ქაღალდიო რა და ქაღალდის უკან ოქრო არის და ხალხი მიეჩვია უფრო მარტივი ტექნოლოგიის გამოყენებას. ან მე აღმოაჩინა პოლიტიკოსმა რომ მარტივად შეიძლება ადამიანი მოატყუა და თქვა რომ თუნდაც ფული იბეჭდება. ქაღალდი ხო იბეჭდება? იგი ფული ხო ქაღალდს იყენებ. ამას ხო ფული ქვია. მაგრამ იმას ფული არ ქვია მანამ სანამ ის ოქროთი იყო გამყარებული. იმიტომ რომ ეს ქაღალდი არ იყო, ის იყო დოკუმენტი, რომელიც კონტრაქტი ფაქტობრივად, რომელიც გაძლევდა უფლებას, როცა გინდა რაღაც ოქრო ან ვერცხლი მიგეო. ის არამედ ფულს არ წარმოადგენდა. რატომღაც მეჩვენება რომ მაყურებლისთვის ცოტა რთულ რაღაც ხო, დემტომას კითხე რომ ფული კითხვა დამისვენეთ, მაგრამ უკვე არ შესაქმე. მარტივად რა ვიცი. მარტივად ვერ ახსნი ამას. თელი ამბავით რომ წამოგე რაღაცა იყო, აი ფულის გაფუჭდება იყო, აი ოცნება ყველა მეფესთვის. თელი კაცობის ისტორია ყველა მეფე იმპერატორი და რაღაც ამას აკეთებდა. უბრალოდ სულ ბოლო რაღაც 150 წლის მანძილზე პოლიტიკოსებმა მართლებმა მოიგონეს მიაღწიეს ამ მიზანს და მოატყუეს ხალხი საბოლოოდ. და დაარწმუნეს რომ ქაღალდი არის ფული. როცა ის არ იყო ფული. და ვინაიდან ეს საიდან დაიწყო ეს სპონტანური წესრიგის ნაწილი იყო ძალიან რთული სისტემა. მონიტორული პოლიტიკას მითხე მონიტორული აზრი არ აქვს ლაპარაკი თუ ადამიანი ფული რა არის არის. ხო და ამას დაშენდა ჯერ ფული ქაღალდი ფულია დაარწმუნეს. მერე ქაღალდის ბეჭდა შეიძლება. მე უთხრეს რომ ქაღალდი სწორად უნდა დაბეჭდეო, რომ იქნება ეკონომიკურად არ ეყოფაო. ეს შეიძლება მარტივად დაამსხვრევ, რა უნდა ამის დამსხვრევას უთხრა, რომ 1813 წელს ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე 1913 წელს და ზოგადად 100%-იანი სხვაობა იყო სულ. და ის რა ქვია, ოქროს სტანდარტი იყო, ფულს დიად არ ბეჭდავდა და ამ პერიოდში მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია. ანუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპები. მე როდესაც არც მოხდა რა, ლოკალურად მე-20 საუკუნეში იყო პერიოდები უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი პერიოდი, ასეთი ეკონომიკური არასდროს არ ყოფილა. არც ეხლა არ გვაქვს. ანუ საუკეთესო პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში მოხდა მათ შორის და ფული არ იბეჭდებოდა. მაგრამ ხალხი მამას ვერ ხვდება, ანუ ისევ იგივე ამბავია, იმიტომ რომ ტვინში იმდენად ჩატენეს ეს მითი, რომ ეკონომიკისთვის საჭირო რაღაც ფული, ვიღაც ამოდმევად გრძელდება. და მუდმივად გრძელდება ეს პროცესი. ეს არის ხალხის დაცვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. ანუ პოლიტიკოსებმა ბოლოს მრავალ საუკუნეო ოცნება აღასრულეს და მოიღეს ხალხის დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ხალხი ვერ ხვდება როგორი ძარცვება, იმიტომ რომ ფულს რო ბეჭდავ და ეს რომ მე აისახება ინფლაციაში, ადამიანი ამას ხედავს როგორც პურის გაძვირებას და გონია რომ თონის ფლობელია დამნაშავე, ან მაღაზიის გამყიდველია დამნაშავე ან ფლობელი. და ამიტომ პრეტენზია არა მძარცველთან აქვს, ანუ ტექნიკურად ეროვნულ ბანკთან, ან მთავრობასთან, არამედ ადამიანს რა ფშოში არის, უბრალოდ ფული ხო გაუფასურდა. ესე იგი ამ ქაღალდში გამოხატული პურის ფასი უნდა გაიზარდოს. ის სწორად იქცევა. ის თუ ადრე ის პური ღირდა 2 კიტრი, ახლა 2 კიტრი. უბრალოდ კიტრის და ის პურიც გაიზარდა ქაღალდის ქაღალდთან შედარებით გაძვირდა და ამიტომ პურის ფასი გაიზარდა, მაგრამ პურის ფასი კი არ გაიზარდა, შენ ჯიბეში ქაღალდი გაუფასურდა. ანუ შენ ჯიბეში იმიტომ გაუფასურდა, რომ იმან დაბეჭდა და იმან დაბეჭდა, რომ ასე გაგძარცვა. ხო, რა ვიცი, რო ვფიქრობ ხოლმე, მე მგონია, რომ ზუსტად ეს მითი ამ ფულის და მონეტარული პოლიტიკის შესახებ არის ყველაზე დანაშაულებული თუ მავნებლური მითი, რომელიც არის დასამსხვრევი. ხო და ოღონდ წამოიდინე რომ შეიძლება ამის გაკეთება, რომის იმპერია არ დაინგრეოდა, რომ არა ფულის გაფუჭება.
და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზოგადად ამ ძარცვის და ეს ყველაზე დიდი ძარცვის ინსტრუმენტია. და ახლა ყველა ძარცობს, ყველა მთავრობა ძარცობს. ჩვენი მთავრობა ასე ძარცობს, ამერიკის მთავრობა ასე, ამერიკაც სოფლიოს ძარცობს $დოლარების ბეჭდით. და ვიცი, ევროპაში, ევროზონაში იგივე ხდება, ყველა გამოირჩევა მხოლოდ მასშტაბით. სადღაც ძალიან ძარცვავენ. ვის რამდენს მიუწვდება ხელი. აი თურქეთში ან არგენტინაში სანამ ჩვენი საყვარელი მილეი მოვიდო და ჩვენი ქვეყანაშიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 15%-იანი ინფლაცია ჰქონდა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში. 90-იან წლებში ჰიპერინფლაცია ჰქონდა. მაშინ რამდენი ხო და ჩვენ რო მარტო ჩვენი ქვეყანა რო ავიღოთ, ეროვნულ ბანკმა უფრო დიდი ზიანი მოგვაყენა ჩემი აზრით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციამ და ყველა რაც რუსეთს ჩვენ გავიკეთა ამ 30 წლის მანძილზე. ეკონომიკურ ზიანი რო გადათვალო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი უფრო სასტიკი იყო ჩვენი ხალხის მიმართ, ვიდრე რუსები.